შაბათს იყო ბავშვებო წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ კურნალის ხსენების დღე, მისი დღესასწაული. მოდი ახლა ყველამ ერთად ვნახოთ მისი ცხოვრების შესახებ საბავშვოდ გაკეთებული ანიმაცია და მერე ამაზე ვიმსჯელოთ. მერე თქვენ შეკითხვებზე გადავიდეთ. შეთანხმდით? ძალიან კარგი. დავიწყოთ აბა ჩავთავ ახლა ჩვენ უყუროთ. ცოტა ხანი შეგიძლიათ სინათლე ჩააგდოთ. დიდმოწამედან კურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკოპიდიაში. დიდებული და გავლენიანი წარმართის, ევსტორგეოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი, ანუ ყოვლად ლომი დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა. ხოლო მამამ პანტელეონი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს, კურნალთა მთავარს. გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დახავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ შენიშნა იგი. მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა. სწრაფად განისწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგინა ჰქონდა გადაწყვეტილი. სასახლისაკენ მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც ქრისტიანი ხუცესი ερμოლაუზი ცხოვრობდა. ερμოლაუზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და ჭეშმარიტი სარწმუნოება უკადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგში მოხვდა. პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ერთხელ სახლისაკენ მიმავალმა პანტელეონმა გზად მკვდარი ბავშვი დაინახა, რომელიც შხამიან გველს დაეგესლა. თავდაპირველად მას შეეშინდა, მაგრამ მალევე გამხნევდა, თვალების ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: ჰოი უფალო იესო ქრისტე, უკვე თუ სათნო გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აც უკვე ყრმა იესე სახელითა შენითა. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ბავშვი ფეხზე წამოდგა, გველი კი გასკდა და მოკვდა. მაშინ პანტელეონმა მადლობა შესწირა ღმერთს. მყისვე გაეშურა ερμოლაუზისკენ, მის წინ მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ყოვლადწმიდა სამების სახელით მონათლა ნეტარი. ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურღია მამას. ერთხელაც პანტელეონთან ბრმა მოიყვანეს. მან მაცხოვრის წმიდა სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას. რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს. ევსტორგიუსმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მონები გაათავისუფლა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაურიგა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშ სცემდა პატიმრებს. სნეულებს კი ემსახურებოდა და ქრისტეს სახელით კურნავდა. თან ნივთიერადაც შეეწეოდა.
ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც ღვთის მადლით მრავალ სასაულს აღასრულებდა. შეშურდა სხვა მკურნალებს პანტელეონის და დაბოღმილებმა იმპერატორ მაქსიმიანეს აუწყეს, რომ მისი რჩეული ქრისტიანი ტუსაღების მოსანახულებლად დადიოდა და მათი ღმერთების მგმობელებს ვიღაც ქრისტეს სახელით კურნავდა. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა. წმიდანმა კი ახოვნად აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება და მეფეს შესთავაზა. უბრძანე მომაკვდავი მოიყვანონ და ეშენმა ქურუმებმა თქვენს ღმერთებს მოუხმონ და მისი განკურნება სცადონ. მე კი ჩემი ღმერთის ყოვლადწმიდა სამების მიმართ ვილოცებ. მაშინ ნათელი გახდება, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც უნდა ადიდოთ. მეფე დათანხმდა. მოიყვანეს დავრდომილი. ქურუმები დიდხანს უხმობდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ მათ პასუხს არავინ სცემდა. მაშინ მეფემ თქვა: ილოცე პანტელეონ და ვნახოთ. პანტელეონმა ილოცა. შემდეგ აიღო განრღვეულის ხელი და ხმამაღლა წარმოთქვა: უფალი იესო ქრისტეს სახელით ადეკ და განმრთელდი. განრღვეული მაშინვე ადგა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ მუქარამ ვერ მოდრიგა ნეტარი. ამ სასაულის დანახვაზე მეფე განრისხდა და პანტელეონის წამება ბრძანა. დაშიშვლებული მოწამე ხეზე ჩამოკიდეს. სხეული რკინის კაუჭებით დაუფლითეს და სანთლებით დაუწვეს. პანტელეონს უფალი გამოეცხა და დაუთხრა: ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ჯალათებს ხელები მაშინვე მოუდუნდათ და სანთლებით ჩაქრა. მეფემ ეს რომ დაინახა, ბრძანა დიდ ქვაბში კალა დაეთმოთ და მოწამე შიგ ჩაეგდოთ. მაგრამ ცეცხლი მაშინვე ჩაქრა. კალა გაცივდა და პანტელეონი უვნებელი დარჩა. მეფემ ვერც ეს სასაული გულისხმაყო და ბრძანა მოწამისთვის კისერზე დიდი ქვა მოებად, ზღვაში გაეყვანათ და დაეხრჩოთ. მაგრამ პანტელეონს კვლავ უფალი გამოეცხადა. ქვა შეხსნა და ხელჩაგიდებული ნაპირზე გაიყვანა. დაბრმავებულ ტირანს ამჯერადაც არ უნდოდა ამ სასაულში ღვთის ძალა დაენახა და სატანჯველს ერთმანეთის მეყოლებით იგონებდა. მაგრამ ვერც მხეცებმა, რომლებთანაც მოწამე ჩააგდეს, ვერც ბასრკბილანებიანმა ბორბალმა ვერაფერი ავნო. მაშინ მეფემ პანტელეონის ქალაქიდან გაყვანა, თავის მოკვეთა და სხეულის დაწვა ბრძანა. პანტელეონი ზეთისხილის ხეს მიაბეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას მახვილი დაჰკრა, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა და მოწამეს ვერაფერი ავნო. ამ დროს ზეციდან ხმა გაისმა: ამიერიდან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს ყოვლად მოწყალე, რამე თუ იყავ ყოველთა კაც და მოწყალე და შენ იყავ ნავთსაყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა და ჭირვეულთა შემწედა განწირულთა ხელის ამხრობელ და ბოროტთა სულთა განდევნელ. სასაულით შეძრულმა მხედრებმა ირწმუნეს ქრისტე და უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე.
ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო. თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, ჩემი ქრისტესგან წყალობას ვერ მიიღებთ. მაშინ ერთ-ერთმა აიღო მახვილი და წმიდანს თავი მოჰკვეთა. წმიდანის ცხედარი თოვლივით განწპეტაკდა. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ხოლო ზეთის ხილის ხე კენწეროდან ძირამდე ნაყოფით დაიხუნცლა. ამ სასაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა წმიდანის სხეული პატივით მიაბარეს მიწას. ავადმყოფობისას ადამიანები მრავალ წამალს ხიდულობენ და სვამენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ეს უმთავრესი წესი. ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვით ისარგებლე. 8 წლით შემოსილო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, არათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ბავშვებო, ეხლა ხო არ ჩაგეძინათ? ამა თუ იმ წმინდანის თაყვანისცემა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ამა თუ იმ წმინდანისადმი მიბაძვას. ახლა ჩვენ ნახეთ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ცხოვრება, ძალიან მოკლედ, ხო? აი, რაც გამოარჩევდით, რა თვისებას, რაც მოგინდებოდათ, რომ თქვენ გადმოგეღოთ, თქვენ მიგებაძათ იმ თვისები. ის თვისება რო გქონოდათ. რა იყო ისეთი, რაც ყველაზე მეტად მოგეწონათ, ნიკოლოზ? არა ყავს, ბარბარე არა ყავს, ნინ იქნება დღეს ბარბარე. შენ იქნები დღეს ბარბარე? მოიცადე. ნინი, მოდი, რომელიმე მოდით, აბა. ერთ წუთი ჯერ ვიჭმა გვიპასუხოს, გითხარი, ისე გითხარი. ღვთის გულისთვის ითმენდა, კი ბატონო, მოთმინებაში მიბაძავდი. შენ რაში მიბაძავდი, წმინდა პანტელეიმონ? მე გამოვარჩევდი არ ნებდებოდა და პლუსით არ ნებდებოდა. იმასაც გამოვარჩევდი, რომ არ ეშინოდა სიკვდილის. არ ნებდებოდა და არ ეშინოდა. რატო არ ეშინოდა თქვენი აზრით? რატომ სალომე, რატო არ ეშინოდა? ღმერთის სწამდა მარადიული სიცოცხლის. სწამდა სულის უკვდავების. წმინდანებს, მოწამეებს, იცით რისი სწამდათ? მათ სწამდათ, რომ თუ ქრისტეს გულისთვის მოწამეობრივად აღესრულებოდნენ, ისინი მარადიულად იცოცხლებენ. ანუ ქრისტესთვის სიკვდილი ეს მათთვის მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავდა. და ქრისტეს გარეშე ცხოვრება ეს მათთვის მარადიულ სიკვდილს ნიშნავდა. ქრისტეს გარეშე ცხოვრება ამ წუთის სოფელში დამისიკითაც ეს სიკვდილია. და ქრისტესთან ერთად ცხოვრება ეს სიცოცხლეა აქაც და გარდაცვალების შემდეგაც. აი ეს სწამდათ. სხვაგვარად ისინი, აი წარმოიდგინეთ, ეხლა ამ ნახატებს რა უყურებთ. ეს ხო სააღდგომო ნახატებია, პასკა, იქ სანთელია, წითელი კვერცხი, ჯეჯილი. აი ამ ხორბალს რომ მიწაში ვაგდებთ, ნუ იქ ბამბაზე თესავენ ხოლმე, ხო? იქ ჯერ კვდება და მერე ნახეთ ახალი სიცოცხლე ამოდის. და მოწამეებს სწორედ მაგის ჯეროდათ, რომ სიკვდილით სიცოცხლე არ მთავრდება, ანუ ქრისტესთვის სიკვდილით სიცოცხლე კი არ მთავრდება, არამედ სიცოცხლე გრძელდება მარადიულობაში, დაუსრულებლად, მარადიული სიხარული. ეხლა მაგალითად, აი ის რწმენა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, რომ გამოვაცალოთ თუნდაც აი ამ ჩვენ შეხვედრას,
ამ შეხვედრებისგან არაფერი აღარ დარჩება, იმიტომ რომ ეგ არის მთავარი. რომ ჩვენ ნელ-ნელა ვისწავლოთ ის რწმენა, ჩვენში გაჩნდეს ნელ-ნელა ის რწმენა, რომ ჩვენ ამ წუთის სოფელში კი არ ვართ მხოლოდ, არამედ თითოეულ ჩვენთაგანს გველოდება მარადიული სიცოცხლე. ჩვენი შეკრებები ყველაფერი ამას ემსახურება, რომ ნელ-ნელა ჩვენ აქეთ წავიდეთ. და თუ ჩვენ ამაზე არ ვიფიქრეთ, თუ ჩვენ ეს რწმენა ნელ-ნელა ჩვენში არ გავაძლიერეთ, მაშინ სულწუხარია ეს შეხვედრება. მარტო ეს ლაპარაკი არაფერს არ მოგიტანს. და მოდი აი რა ვქნათ, ისიც ჩვენს თავს დავაკვირდეთ ხოლმე. რამდენად გვწამს ჩვენ ქრისტესი, რამდენად გვწამს მარადიული სიცოცხლის და რამდენს ვითმენთ მისი სიყვარულის გამო. ახლა მაგალითად ჩვენთან ესე არავინ არ მოვა, ხო, ყოველ შემთხვევაში დღეს ესეა, რომ დღეს ესე არავინ არ მოვა, თავი უნდა მოგაჭრაო ქრისტეს რადგან გიყვარსო, ამას არავინ არ გვეტყვის. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში რაში შეიძლება გამოვლინდეს აი ეს მოთმინება, რომ ღვთის გულისთვის მოვითმენთ. თქვენი აზრით რაში? აი რა დროს შეიძლება ჩვენ დავემსგავსოთ წმინდა მოწამე პანტელეიმონს? აბა რა დროს? შენ გენაცვალე, აი მაგალითად დები და ძმები რომ გაგაბრაზებენ, შენ რომ სამაგიეროს გადახდეს არის უღებ. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მართლაც მიბაძვა იქნება, შენ რომ ამას მოითმენ, თან მით უმეტეს თუ შეგიძლია რომ სამაგიერო გადაუხადო და არ გადაუხრი, ეგ მართლაც დამსგავსება იქნება წმინდა მოწამე პანტელეიმონისა. კიდევ რა შემთხვევაში? რა შემთხვევაში? აბა ნუცა. როდესაც ჩვენი მეგობრები ისე იქცევიან, როგორც ქრისტიანს აშიშენის და შენ მას არ აყვები. შენ მას არ აყვები და მოითმენ და არ აყვები. არც განიკითხავ, ეკატერინე, რა შემთხვევაში მივემსგავსებით აი ეს მოთმინება ჩვენ აი მოდი ჩვენი ცხოვრებიდან ავიღოთ რამე მაგალითი. სიკეთით და ვიღაცა რომ ბოროტებას გაგიკეთებს და შენ რომ არ გადაუხდი სამაგიეროს. შენ რომ არ გადაუხდი და შენ რომ სიკეთით გადაუხდი, ხო მართალია. მაგას თან ახლა მოდი იცი რას დავაკვირდეთ ბავშვებო. ეხლა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. სასაუბროთ ეს არის ძალიან ადვილი. ძალიან ადვილია, მაგრამ ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, მე რომ დავდგე აი ამ ფაქტის წინაშე, მე ამას შევძლებ თუ არა არ ვიცი. აი მე რომ ვინმე ცუდად მომექცეს, მე სიკეთით გადაუხდი თუ არა არ ვიცი. იმ მომენტში რას გავაკეთებ არ ვიცი. არც თქვენ არ იცით. მაგრამ მთავარი ეგ არის ჩვენ იმ მომენტში გავიხსენოთ ის ყველაფერი, რაც ახლა ეკატერინემ თქვა, ბარბარემ თქვა, ნუცამ თქვა, ნიკოლოზმა. იმ დროს გავიხსენოთ ეს სიტყვები, რომ ჩვენ იქ გვმართებს მოთმინება. სალომე, შენ რა სიტყვა? როდესაც მაგალითად შენ უცუდად გიქცევა, მაინც და იმას მაინც კარგად რომ გადაუხდი სამაგიეროს. ო, სიკეთით რომ გადაუხდი. ან მაგალითად კიდევ აი დაუშვათ თქვენ ხო ლოცულობთ ხოლმე სახში. აი ყველა ქრისტიანი უნდა ლოცულობდეს. დიდია თუ პატარა, შეიძლება ეს გოგონა პატარა რამდენი წლის ხარ? 9. ო, შენ უკვე დიდი გოგო ყოფილხარ. აი შეიძლება ვინმე 4 წლისა, 3 წლისა. ახლა ვინმე შეიძლება თქვას რომ ეს პატარა ჯერ და რა დროს მაგისი ლოცვა. როგორ არ არის? ლაპარაკი ხო იცის. მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ რომ რა დროს მაგისი ლაპარაკი არც მეგობრებს არ უნდა ელაპარაკოს, არც მშობლებს, არც არავის. და თუ მეგობრებს და და-ძმას და მშობლებს შეიძლება ელაპარაკოს, ღმერთს რომელმაც შექმნა არ შეიძლება რომ ელაპარაკოს. როგორ არა, პირველ რიგში სწორედ მას უნდა ელაპარაკოს. უნდა უთქვას მადლობა უფალო რომ სათამაშო გამომიგზავნე. მადლობა უფალო რომ გათენდა. შეიძლება დიდი ლოცვა ვერ თქვას, მაგრამ ეს რო თქვას, ეს უკვე ლოცვა. ღმერთ, ანუ იცოდეს რომ ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი და იცოდეს რომ თუ რამე სიკეთე ხდება ღმერთმა მისცა და თქვას მადლობა უფალო რომ ეს სიკეთეა ჩვენს თავს. რამე გასაჭირი აქვს? დამეხმარე უფალო თქვას. დაძინებას აპირებს თქვას რომ მადლობა უფალო რომ შვიდობით მოვედი საღამოზე და ტკბილი ძილი რომ მქონდეს, კარგი კეთილი ანგელოზები, კარგი სიზმრები რომ ნახო. აი ესე რომ მიმართოს ბავშვმა, ეგ უკვე არის ლოცვა. მე ნელ-ნელა სხვადასხვა ლოცვასაც ისწავლის. დედამ უნდა ასწავლოს, აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დედამ ასწავლოს.
და რატო ამბობ ახლა ამას? ჩვენ ზოგჯერ ხო გვეზარება ლოცა. ზოგჯერ კი არა, მე მგონია რომ სულ გვეზარება. მაგრამ ზოგჯერ გვეხალისება. და იმაში, როდესაც გვეზარება ლოცა, მაშინ უნდა მიუბაძოთ წმინდა პანტელეიმონს და როგორც ნიკოლოზმა თქვა, უნდა მოითმინოთ. უნდა მოითმინოთ ის უძილობა თუ დაღლილობა თუ სხვა სიცხე თუ სიცივე თუ რაც არის იმ დროს რაც გიშლის ხელს და უნდა დადგე და უნდა ილოცო. თან მოდი ესე ვთქვათ რომ გვინდა რომ მიუბაძოთ წმინდა პანტელეიმონს, მაგრამ გვეზარება. ვთქვათ რომ წმინდა პანტელეიმონ შენ შემეწიე რომ მე მოგბაძო. ევედრე ღმერთს ჩემთვის, თხოვე უფალს რომ მე შენ დაგემსგავსო. და ნახავთ რომ თქვენ სულიერ შეწევნა სიგრძნე. თუ გუწრფელად ილოცებთ მას, თუ მართლა მოგინდებათ რომ მიბაძოთ. კიდევ რითი შეიძლება რომ მიუბაძოთ? აი წმინდა მოწამე პანტელეიმონს რითი შეიძლება რომ მიუბაძოთ? რა ქონდა? აი გოგონამ კიდე ძალიან კარგი რაღაც თქვა ერთი. მოიცადე რა თქვა? შეუპოვარი იყო არა? მაინც აკეთებდა, უჭირდა, უშლიდნენ, მაგრამ მაინც აკეთებდა. აბა შენ რას ვიტყვი? მოთმინება ხო თქვით, აბა შენ რას? რწმენით, რწმენაზეც ცოტა ვისაუბრეთ. კიდევ რით? რწმენით, მოთმინებით, შეუპოვრობით. სიკეთით, კიდევ რით? აბა? აი შენ გენაცვალე, გაჭირვებულებს ეხმარებოდ. გაჭირვებულებს მარტო თავის თავზე კი არ ფიქრობ. ნახეთ, ზოგიერთი ადამიანი ექიმებს ტოვებდა და მოდიოდა და წმინდა მოწამე პანტელეიმონთან იღებდა ამ კურნებას. მერე შეშურდათ, ხომართალი, შეშურდათ ექიმებს, მერე იმპერატორთან დაასმინეს, დააბეზღეს და მერე დაიწყო მისი სატანჯველები, რომელიც ღვთის სიყვარულით მოითმინა და ახლა წმინდანია წარმოიდგინა. აბა? გულწრფელად აღიარა რომ ქრისტიანი იყო. ხო და მოდი მივუბაძოთ. მოდი მივუბაძოთ მაგ ამბავშიც რომ ესე იგი სადაც ვიქნებით ყველგან შეგვეძლოს თქვათ რომ ვართ ქრისტიანები. მაგრამ მოდი ნახე მაგის თქმის უფლება რო გქონდეს რომ ქრისტიანები ვართ. ჩვენ უნდა ესე იგი მივუბაძოთ ქრისტეს. ხომართალი ჩვენ თუ ქრისტეს არ მივუბაძებთ და შინაგანად ცხოვრების წესი ჩვენი ქრისტიანული თუ არ არის, მაშინ აბა აი წარმოიდგინე ახლა რომ შენ რომ სიმღერაზე დადიოდე და ყველგან რომ შეგეძლოს თქვა რომ მომღერალი ხარ, მინიმუმ ერთი სიმღერა მაინც ხოლმე იცოდე. თუ არა და გეტყვიან, აბა თუ მომღერალი ხარ, გვიმღერე რა. შენ ვერაფერს ვერ იცი, თუ ეგ არის, გესმის რატო ვამბობ? ჩვენ თუ ვიტყვით რომ ქრისტიანები ვართ, უნდა დავფიქრდეთ, რაიმე ჩვენ და ქრისტეს მსგავსება გვაქვს. აი ქრისტეს თვისებებიდან ჩვენ რამე ერთი მაინც გვაქვს, როგორც ჩვენ ერთი სიმღერა მაინც რომ იცოდე მეთქი? აი ქრისტე მოწყალეა, თამდაბალია, მიმტევებელია, ესმით მოსიყვარულეა, თავი გაწირა ჩვენთვის, მომთმენია. ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენს თავს, რაღაც ჩვენ გავართ ქრისტეს, რომ თქვათ რომ ქრისტიანები ვართ. ამიტომ სანამ ვიტყვით იმას ესე ომახიანად რომ ქრისტიანები ვართ, მორწმუნეები ვართ, დავაკვირდეთ უნდა ჩვენს თავს. და თუ არა და თუ ჩვენში მართლაც არის ქრისტეს თვისებები, სულაც არ არის საჭირო თქვა რომ შენ ქრისტიანი ხარ. მაგალითად ჩვენ სადღაც დაბადების დღეზე აღმოჩნდა ძალიან კარგად მღერი, ძალიან კარგად ცეკვა. შენ ახლა დაგჭირდება იმის თქმა რომ მე მომღერალი და მოცეკვავე ვარო? არ დაგჭირდება, ყველა შემოგხედავს და იტყვია რა კარგი მომღერალია, რა კარგი მოცეკვავეა, იტყვია რა კარგი ქრისტიანი. და საერთოდ ქრისტიანს კარგი არ ჭირდება. ქრისტიანი უკვე თავისთავად გულისხმობს რომ შენ კარგი ხარ. და იტყვიან აი ქრისტიანი, აი ქრისტეს მიმბაძველი, ქრისტეს მიმდევარი. მაგრამ ჩვენში თუ მაფთვისებებს ვერ აღმოაჩენეთ, ბევრიც რომ ვიყვიროთ რომ ქრისტიანი ვართ, თუ ცეკვა არ ვიცი, ბევრიც ვიყვირო მოცეკვავე ვარ, არაფერი არ გამა. ხომ მართალი? ესე იგი, ნახეთ რამდენი რამე ჩამოვთვალეთ. ეხლა ამას რატო ვამბობ? როდესაც ჩვენ დავდგებით აი ასპარეზზე რა, ჩვენ რო უნდა გავაკეთოთ ისე როგორც წმინდა მოწამე პანტელეიმონმა გააკეთა, მაშინ გავიხსენოთ. მოთმინებით
გულმოდგინებით, ესე იგი შეუპოვრობით, რაღაც გინდა გააკეთო, ერთხელ არ გამოვიდა, ორჯერ, სამჯერ, მე-10 უნდა სცადო. მაგით უნდა მიუბაძოთ, რწმენით უნდა მიუბაძოთ, რომ მას ქრისტესთვის სიკვდილი სიცოცხლეთ მიაჩნდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ ქრისტემ სიკვდილი დათრგუნა და სიკვდილი აღარ არსებობს. არამედ არის მარადიული სიცოცხლე. მიუბაძოთ აღიარებით, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ოღონდ ამას ჩვენი ცხოვრების წესით თან ახლდეს. მიუბაძოთ გაჭირებულების დახმარებით, ის პატიმრებს მოინახულებდა ხომ მართალია, ეს ნეულებს ეხმარებოდა, გაჭირებულებს ეხმარებოდა. და ჩვენ თუ ამას შევძლებთ, ჩვენ მართლაც ამითი თაყვანს წმინდა მოწამე პანტელეიმონს. აბა, შენ რას კიდევ შეიძლება მიუბაძოთ იმით, რომ ანუ არავის რომ არ შეგშურდეს და შურიანები არ ვიყოთ. შენგენაც რომ არავისი არ შეგშურდეს. მაგასაც ისჭირდება, ნახე, ჩვენ შეიძლება არის ეს შური, მაგრამ უნდა განვიკურნოთ. ახსარებაც იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ თუ აღმოაჩენთ ჩვენს თავში შურს, უნდა განვიკურნოთ. ჩვენ შეიძლება სულაც არ გვინდა რომ შევშურდეს. აი გუშინ შეხვედრა გქონდა და ბავშვებთან საუბრობდით ამ თემაზე. ნახე, ესე თქმა მინდა. მაგალითად, აი ამპარტავნება, ისეთი რამე ამპარტავნება, რომ გაქებენ დაუშვათ. ამპარტავნება ხო მაგით იკვებება, რომ შენ გაქებენ და შენ რაღაცა სიამოვნებს. დაუშვათ ნაყროვანი ადამიანი თუ ხარ და ბევრი ჭამა გიყვარს, რომ ჭამ, ხო სიამოვნებს, არა? მაგრამ შურიანი თუ ხარ, რომ გშურს, ეგ არ გსიამოვნებს. ანუ თვითონ ცოდის პროცესშიც შენ ვერ ახარ კმაყოფილი, გესმით რაზე ელაპარაკ. ამიტომ ნახეთ თუ აღმოაჩენ შენს თავში რაიმე ნებას, მით უმეტეს შურის ნებას, არა? ეს შენზე კი არ არის დამოკიდებული, შენ გქონდეს თუ არ გქონდეს. ეს არავის არ უნდა რომ გქონდეს. აი მაგალითად მეგობარმა კარგი ბურთი იყიდა და შენ ამან დაგამწუხრა. არა და რატო უნდა დამწუხრებულიყავი კაცმა რო თქვას, ხო არ უნდა დამწუხრებულიყავი, მაგრამ მოხდა ისე. აი მოდი ბარემ ამ თემას მოვაყოლოთ, ერთი სურათი მინდა რომ გაჩვენოთ. ნახეთ. ჩვენ ეს ადრეც ნახეთ. აი მაგალითად. აი ეს ვაჟბატონი. რომელსაც გაიჭიროს მშობლებმა და ველოსიპედი უყიდეს. ეხლა უხაროდა ეს ველოსიპედი რო ყავს, გესმის? მოდი ცოტა მე უკან გადავახვიე, მანამდელ მოვლენებზე ვამბობ. უხარია დაქრის აქეთ-იქით, კარგ ხასიათზეა, თან ბავშვია. მოდის ეხლა ველოსიპედი და დაინახა რომ ვიღაც თავისი თანატოლი მანქანით მიგრიალებს. ეხლა უკვე ვეღარ არის ამის ფიქრები კარგად. აქამდე თუ მოსწონდა თავისი ველოსიპედი, ეხლა ფიქრობს რომ რა მაგარი იქნება მე რო ესეთ მანქანაში ვიჯდე. სინამდვილეში რა ხდება? ეს ბიჭი ეტლით არის. გესმით? ეს შეიძლება ამაზე ფიქრობს, ნეტა ესეთი ველოსიპედი მყავდეს. მაგრამ შეიძლება ან სიარული შემეძლოს, გესმით? ამიტომ რატო ვამბობ, იცი? თუ სწორად შეხედავ, არავისი არაფერი არ უნდა შეგშურდეს. ყველას აქვს იმდენი რამ, რაც მას ბედნიერებისთვის ეყოფა. თუ სწორად შეხედავს. შეიძლება ამან გაიხედოს და ვიღაცა საერთოდ საწოლზე იყოს მიჯაჭვული. და იმას ნატრობდეს, ნეტა ამისავით ეტლში ვიჯდე. ხოდა, ამიტომ ის უნდა დააფასო რაც გაქვს. იმან იყიდა თუ არ იყიდა რაღაცა. ის იმით გაიხარებს და შენ იმით გაიხარე რაც გაქვს. დავუშვათ თვისებები, უნარები, იმას რაღაც დავუშვათ ვიღაცას, აი ვიღაცას სიმღერის ნიჭი აქვს. მე არ მაქვს სიმღერის ნიჭი. მე არ უნდა შემშურდეს იმის, იმიტომ რომ ღმერთმა მას ესმის. მე რაღაც სხვა მომცა, შენ რაღაც სხვა მომცა. ამიტომ ჩვენ იმაში უნდა განვითარდეთ, რაც ჩვენ მოგცა ღმერთს. გახსოვთ, შეიძლება ნანახი გაქვს, კახი კავსაძე რო ამბობს, ერთ წუთი მეგობარო და მოვალეხ. კახი კავსაძე რო ამბობს, როდესაც შენ გშურს ადამიანისა, შენ იქ ხარ, სადაც ის რაღაც ხდება, რისიც გშურს და შენ შენ თავთან არ ხარ, შენ ვერ განვითარდები. უნდა დაანებო იმაზე ფიქრს თავი და შენ რაც გაქვს, იმის განვითარებაზე და აღორძინებაზე იფიქრ. აბა?
ვინმე თუ სიმღერა ან ცეკვა გამოსდის არ შექმნილოს მის ღმერთმა მისცა მას ეგ ნიჭი და შენც გაქვს ერთი ნიჭი. ყველას აქვს რაღაცა ნიჭი. მას ისეთი აქვს, შენ ასეთი გაქვს. მორჩა და გათავთ. აბა რაო ბარბარე, შენც გითხარი და ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რომ ცხოვრებაში ყველა თავისით არის, ანუ თავისებური ნიჭით არის დაჯილდოვებული, მაგრამ თავს თუ ეტყეო, მაშინ იქნება მაგარი, როცა ხეზია ხოლო, ის დაიჯერებს, რომ სულელია. ხო და ეგ ჭკვიანი ადამიანი იცი ვინ არის? რა ქვია სახელი? აი ალექსანდრე მართვა ეგა? ეგ არის ჭკვიანი ადამიანი. მართალია, თევზი ხეზე ვერავა. ამიტომ თევზს ხეზე ასვლა არ უნდა მოსთხოვ. ხეზე დათვიავა, ხო მართალია? ციყვიავა. შეიძლება ალექსანდრეც ავიდეს. მაგრამ თევზი რო წყალში გაძლევს დიდხანს, ეგრე ალექსანდრე იქ ვერ გაძლევს, ხო მართალია? ვერც მაიმუნი ვერ გაძლევს, ხო მართალია? მაიმუნი ხეზიავა. იცი რომ ყველას თავისი რაღაცა აქვს, ის გამოც უნდა უხაროდეს ცხოვრება და ღმერთს მადლობდეს. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი ბულინგისგან? ბულინგი ჩაგვრაა ბავშვებო, დაცინო. ჯობია ქართულად ვიმეთქვა. ისე რომ არავინ ვაწყენინოთ. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ხო ამდენი ვისაუბრეთ წმინდა მოწამე პანტელეიმონზე. აი როგორ წარმოგიდგენიათ? ვინმეს დაჩაგვრა მას შეეძლო? აი წმინდა პანტელეიმონს რო ვინმე დაეჩაგვრა. შეძლებდა? ვერ შეძლებდა. არ გააკეთებდა, ხო არ გააკეთებდა. ამიტომ მოდი დავანებოთ ვიღაცების ჩაგვრაზე ფიქსთავი პირიქით. სადაც ვინმე გაჭირებული ნახა რომ მისი შველა ჭირდებოდა, ყველა ფეხზე წამოაყენა, ხო მართალია? ის არ გააკეთებდა ამას. არავის არ დაჩაგრავდა, არავის არ დასცინებდა, პირიქით ყველას გულშემატკივარი იყო. ამიტომ აი ჩვენც ყველას გულშემატკივარი უნდა ვიყოთ. აბა წესიერად დაჯექი. დაჯექ წესიერად. ესე იგი, ყველას გულშემატკივარი უნდა ვიყოთ ჩვენ. ყველას ადგილზე შენს თავს უნდა აყენებდე, ხო მართალია? და ეხლა წარმოიდგინეთ, ადამიანი ძირითადად ვის ჩაგრავს? ვისაც ერევა. ვისაც ვერ ერევი, გინახიათ რომ ვინმეს ვერ ერეოდე და იმას ჩაგრავდე და დასცინოდე, იმას ვერ ჩაგრავ. და ვისაც ერევი და ფიქრობ რომ შენზე სუსტია და იმას ჩაგრავ, თქვენ ეგ ვაჟკაცობად მიგაჩნია? როგორ ფიქრობ? ვაჟკაცობაა? ეგ არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე. რომ თავიზე სუსტს რო ჩაგრავს. ეგ მაგას ქრისტიანობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. იმიტომ ქრისტე შეუძლებელია ვინმე დაეჩაგრა ქრისტეს. ქრისტე რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცა, ჩვენ დაგვჩაგრავ და არადო ყველაზე ძლიერი ის არის ღმერთია ყოვლის შემძლე. და ეგ არამც თუ ქრისტიანობა არ არის რომ ვინმეს ჩაგრავ. არამედ ეგ კაცობაც არ არის. აი ვიღაცას შეიძლება ეს ვაჟკაცობად მიაჩნდეს, მე მაგარი ვარ ვიღაც დავჩაგრე. მაგარი იციოდის ხარ? შენ რომ დაჩაგროს წამოაყენებ. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ლექსი. ის კი არ არის ბიჭობა რომ გამაგრებდნენ, მაგრობდნენ. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავის თავად არ გობდევ. მე იქ როგორ არის ნახე? ის კი არ არის ბიჭობა, ესე იგი დამჩაგვრელთათვის, იცი როგორ არის? დამჩაგრელებსაც წყალობდეო. ვიც მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წყალობდეო. აი იმ დაჩაგროლს რო წამოაყენებ, მიუხედავად იმისა, შენ შეიძლება რაღაცა ნება შეგემთხვეს მაგით არა, ვიღაცა დაჩაგროლს რო გამოეკომაგები, შეიძლება ის ჩაგვრა შენზეც წამოვიდეს. მაგრამ ბიჭიც მაშინა ხარ, კაციც მაშინა ხარ, როცა იწვალებ და ვიღაცას არ მიატოვებ და რომ დასცინიან და ჩაგრავენ გვერდში დაუდგები. თორე ბიჭობა ის კი არ არის, ვინც ძლიერია იმად გვერდში რომ დადგები და შენც მხარ საუბამ და შენ რო ვიღაცას დასცინი ხარ. ეგ არ არის არც კაცობა და არც ქრისტიანობა არ არის. რა. მაგალითად თუ ვინმეს აქვს ველოსიპედი და შენ მანქანა და მასაც უნდა მანქანა ეცადე გაუნაწილო, გაატარო მანქანით, რომ უფრო და მოეწონოს და კარგად გახდეს და ეცადოს რომ მანქანა მასაც ჰქონდეს.
ხო, ანუ რაღაცით არ აგრძნობინო, რომ შენ იმაზე მეტი ხარ, ხო მართალია, არ აგრძნობინო, რომ შენ იმაზე მეტი ხარ რაღაც. თუ შეგიძლია რაღაცა გაუნაწილე, თუ შეგიძლია მიეხმარო, მიეხმარე, შეგიძლია წამოაყენო, წამოაყენე. არ შეგიძლია რომ წამოაყენო, ნუ დასცინებ მაინც. იმათ ხარეზე ნუ მაინც ნუ დადგები, ვინც მას დასცინის, თუ მისი წამოყენება არ შეგიძლია, ეგრე არ არის? ღმერთისთვის ყველა ადამიანი თანატორია. ღმერთისთვის ყველა ადამიანი თანატორია, თან ახლა რას დააკვირდით ნახეთ. დაუშვათ ჩვენ ადამიანს დავცინით გარეგნობის გამო. დაუშვათ ვიღაცას ასეთია, ვიღაცა ისეთია, ვიღაცა ხო, ყველა ერთნაირი ხო არა ვართ. სოლომონბრძენი ასეთ რამეს ამბობს. ვინც საფყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს. აი მაგალითისთვის რო ვთქვათ, უფრო იოლი გასაგები რო იყოს. დავუშვათ ჩვენ ყველა მე ხარ რაღაც დავხატეთ. და რომელიღაცა ნახატის გამო ჩვენ სიცილი დავიწყეთ. სინამდვილეში ვის დავცინებთ, ვინც ეს დახატა ხო მართალია, რანაირი დაუხატია, არა? რანაირი დახატა, ხატვა არ იცოდა. და ყველა ადამიანი ხო ღმერთმა შექმნა. დავუშვათ შენ ადამიანისა რაღაცა არ მოგწონს, თალი იქნება ყური, ცხვირი თუ რაღაც ხელი თუ ფეხი არ მოგწონს და იმის გამო შენ დასცინი ხარ. რა გამოდის? ვის დასცინი ხარ? ვის შეურაცხყოფ? ვინც ეს ადამიანი შექმნა და ღმერთია ეგ. ესე იგი, ეს ძალიან საფრთხილო ამბავია. ვიღაცას ამის გამო რომ დასცინი ხარ, უნდა გაფრთხილდე, რომ ამითი შენ ღმერთს შეურაცხყოფ. ესე რომ აი ჩვენ ვეცადოთ რომ ადამიანებად დავრჩეთ. ადამიანი ადამიანს რო დასცინის და ჩაგრავს, ის ადამიანობის ფარგლებიდან გადის, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი ესეთი არ შექმნა. ადამიანი ღმერთმა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნა. ღმერთს უნდა ბაძავდე. აი ეს წმინდანები ღმერთს ბაძავენ და ჩვენ ამ წმინდანებს უნდა მივბაძოთ. ეს წმინდანები კიდე არავის არასოდეს არ დაჩაგრავდნენ. არ დასცინებდნენ. პირიქით მათთვის იწვალებდნენ, მათ მაგივრად მოკვდებოდნენ. დაუბარდე. რა ეკატერინა, შენ არ გო? რაც არ შეუძლია, არ უნდა დაავალო, კი ბატონო. დედაჩემი მეუბნება წირვის ან ლოცვის დროს დაჯდომა არ შეიძლება. ღმერთმა რამდენი დაითმინაო ჩვენთვის და ჩვენ ეს ვერ უნდა მოვითმინოთო? კი, მართალია, რასაც დედა გვეუბნება, ოღონდ გააჩნია ჩვენ რა ასაკში ვართ ახლა. დედიკოებო, ესე იგი, ყველა ასაკის ბავშვს ერთი და იგივე სიტყვას ვერ ვეთქვით. ყოველ შემთხვევაში, იმდენი მოვითმინოთ, რამდენიც შეგვიძლია. თუ დავჯდებით და ისე მოусმენ ჩუმად, ამითიც არაფერს დავაშავებთ. გააჩნია ბავშვის ასაკს ახლა 15-16 წლის ბიჭი კი გაძლებს. მაგრამ ახლა შეიძლება 7-8 წლის ბავშვმა ვერ გაძლოს იმდენად. ქრისტემ ბევრი მოითმინა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ახლა იმდენს ვერ მოვითმენთ ქრისტესთვის, რაც ქრისტემ ჩვენთვის მოითმინა. მაგრამ ჩვენს თავს შევატყოთ ხოლმე, დავაკვირდეთ, რამდენი შეგვიძლია ქრისტესთვის რომ მოვითმინოთ. ცოტა რაღაცა მოვათმენინოთ ხოლმე ჩვენს თავს, აი ვინც ამ შეკითხვას სწამს იმისთვის ვამბობ, ცოტა რაღაცა მოვათმენინოთ ხოლმე. ახლა თუ ვატყობთ რომ უკვე აღარ შეგვიძლია, ერთ-ერთი წმინდა მამა ამასაც კი ამბობს, რომ ჯობიაო, იჯდეო და ღმერთზე იფიქროო, ვიდრე იდგე ფეხზე და ფეხებზე იფიქროო. ესმის, ვიდრე იდგე და იმაზე ფიქრობდე, როგორ გყივა და გაუსაძლისია, ამას ჯობია თუ უკვე ვეღარ ითმენ, დაჯდე ცოტა ხანი და ღმერთზე იფიქრო. ესმის, ფეხებზე კი აღარ იფიქრო, ფეხები ისვენებს. შენ ისევ ლოცვა გააგრძელ. სკამებიც იმიტოა, საერთოდ აი მონასტრებში ესეთი წესია, რომ მთელ პერიმეტრზე აი გარშემო ტაძრის სულ სკამებია, სტასიდები ქვია. იმიტომ რომ იქ მრავალსაათიანი ლოცვა არის, ზოგჯერ აი 11 საათიც კი გრძელდება ის ლოცვა ღამისთევა და ახლა ყველას არ შეუძლია ესე, არა? მაგრამ ეს იმისთვის აი რომ შენ ლოცვაში ხელი შეგიწყოს. ხან დაჯდები, ხან დადგები, ხან ჩამოეყრდნობი იქ ესეთი ისინი აქ ხელის დასაყრდნობიც აქვს. თავარი ისაა რომ შენ ღმერთთან იყო, ლოცვა არის ღმერთის წინაშე დგომა, ღმერთზე ფიქრი. შეიძლება ლოცვის სიტყვებს ამბობდე, მაგრამ საერთოდ სხვაგან იყო. შეიძლება აი ვიღაცა ხატებთან დგას, ლოცულობს და ამ დროს ზღვაზე ბანაობს. ფიქრებით რა.
ვიღაც შეიძლება მთაშია, ვიღაც მეზობელს ეჩხუბება, ვიღაც ბაზარში პამიდორს ყიდულობს, ვიღაც ფარდებს არჩევს, ვიღაც სამკაულებს, ვიღაც თემუდან რაღაცას იწევს, სიტყვას. მაგრამ ამ დროს ყველა ლოცულობს. ვიღაცა შეყვარებულს ელაპარაკება, შეიძლება. არის ეგეთი, ვიღაცას ეჩხუბება, არის ესეთი რაღაც. იმიტომ ამბობ, რომ ლოცა არ არის მარტო ლოცვის სიტყვების ჩარაკრაკება, ლოცა არის ღვთის წინაშე დგომა. გაქვთ თუ არა აღდგომას რაიმე ცვლილებები, რაიმე განსხვავებული თუ ხდება ხოლმე და რა, განსხვავებული ის ხდება, რომ ჩვენ განსხვავებული სიხარული გვაქვს და ესეთი რამ მომისმენია, რომ ადამიანიო დიდი მარხვის დროსო, რამდენსაც მოითმენსო ქრისტეს გულისთვისო, იმდენად მეტი სიხარული ექნებაო. გესმით? აი მარხვით რო უერთგულებ, მარხვის დროს ხო თან ლოცვები ცოტა უფრო ვრცელია, უფრო ხშირად დავდივართ ტაძარში და ასე შემდეგ. როდის ცხოვრობდნენ დინოზავრები, თუ ღმერთმა ყველაფერი 7 დღეში შექმნაო. მე რა იმ 7 დღეში არ შეეძლო რომ შეექმნა? მე-6 დღეს ხო შექმნა ღმერთმა ცხოველები. მე დინოზავრი ცხოველია თუ ფრინველი. აქ ცოტა ვერ გავიგე შენი შვილთან ცოტა წვები და შვები რაღაცა ვერ არიგდებიან ერთმანეთთან. შენი შვილი უნდა მამაო რომ გამოვიდესო, არ ვიცი, აი აქ არის და შეეკითხეთ. შეიძლება თუ არა რომ სხვა ფერის ანთელი დაანთო ტაძარში და ილოცო, კი, შეიძლება რომ სხვა ფერი დაანთო. აღდგომას ხო წითელ ფერსაც ვანთებთ ხოლმე. მამაო რისთვის და რატომ წაგვისვით ზეთიო? ეს არის ბავშვებო ნაკურთხი ზეთი, რომელიც პარაკლისის შემდგომ ჩვენ შუბლზე სასულიერო პირმა გვაცხო, ჩვენ და შევიზილოთ ეს ზეთი და ეს ჩვენთვის არის მაკურნებელი, ამიტომაც წავისვით. ერთხელ მახსოვს ესე იგი. ერთ კაცს ეგონა რომ მაინც და მეც ახლა ეკლესიურად არ ცხოვრობდა და შუბლზე რო წაусმევდი, ემას ეგონა რომ ესე უნდა ჰქონოდა. და სახლი ვაკურთხეთ სადღაც და ხო ვაცხეთ ზეთი სახლის ოჯახის წევრები იყვნენ, სტუმრები იყვნენ და ზოგმა ესე შეიზილა რა. აბა ეგ რა გამოვიდაო, უკვე წაიშალესო და. ჯერ უკვე წაიშალეს. ის დიდი ბიჭები, წითლები რო ეცოთ, ვინ იყვნენ? ისინი სტიქაროსნები არიან, ნათეები არიან. სასულიერო პირს ეხმარებიან ლოცვის ჩატარებაში, წირვის ჩატარებაში, ტაძრის მოწყობაში, ტაძრის მომზადებაში წირვისათვის და ასე შემდეგ. მრევლს ეხმარებიან, რომ მრევლი რომ მივა, რომ ეზიარებიან, ესენი ეხმარებიან, მერე ეპისკოპოსს დაურიგებენ. მოკლედ საეკლესიო ცხოვრებაში არიან ჩართულები და ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. ძალიან მიყვარხართ მამა ბასი, ძალიან საყვარელი ბრძანდებით. ერთი სული მაქვს ხოლმე მოვიდე ტაძარშიო მიყვარხართ. როდესაც უიმედობის ფიქრები შემომაწვება, ამას გავიხსენებ ხოლმე. თქვენ დიდი საქმე გააკეთეთ. მამო მოღალატეს მეძახიან და რა გავაკეთო? მირჩიეთ რა გავაკეთო. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის, რომ როგორც წმინდა ილია მართალი, წმინდა ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ გაძაგებენო დაფიქრდიო. ჩვენ ძირითადად როგორ ვართ? რაღაცას ცუც რო ამბობენ ჩვენზე, ჩვენ ამოხტებით დასასრულიდან, ეგ როგორ თქვეს ჩვენზე, ჩვენ აქეთ ორი იმდენს ვეთქვით. წმინდა ილია მართალი ამბობს, რომ გაძაგებენ დაფიქრდიო. ჩვენ დაფიქრეთ, რატომ ეძახიან ნეტა მოღალატეს, რამე ისეთი ხო არ გავაკეთე? თუ ვერ ხვდები რატომ ეძახიან? მაშინ ეს პატარა ის არ არის. დავუშვათ აი უბრალოდ დახასიათება არ არის ვიღაცას მოღალატეს რო ეძახიან. ღალატი საშინელი რამე. ამიტომ ჩვენ ესე არ უნდა წაუყუროთ, უნდა ვიკითხოთ. იქნებ მე ვერ ხვდები, მეგობარო, ჩემო თანაკლასელო თუ ჩემო ძმაო თუ და
იქნებ რამე დავაშავე მართლა ისეთი რომ მე ეს სახელი დავიმსახურე. მითხარით რა დავაშავე? რომ გამოვასწორო ეს. გესმით? და თუ ყვილად ვეძახით კიდე ვიღაცას მოღალატეს, ამისგან თავი უნდა შევიკავოთ. ესეთი რამე ხუმრობითაც ჯობია არ დაუძახო. და თუ მართლა რაღაცა შეეშალა, თუ შენ გიყვარს ის ადამიანი, მე ხა იმათი მხრიდან ვამბობ, ვინც მას მოღალატეს ეძახს. თუ გიყვარს ეს ადამიანი, მიდი და აუხსენი რა დააშავა. პირდაპირ მიაკერე ის სახელი, აგერ როგორ შეიძლება. ჯერ აუხსენი, რაში შეეშალა. იქნებ გამოასწოროს. პეტრე მოციქულმა სამჯერ თქვა იესო ქრისტეზე არ ვიცნობ. ღალატი არ იყო, არ ვიცნობ. მაგრამ ისე ნანობდა და ბოლოს ქრისტეს გულისთვის ჯვარზე გაეკრა. წარმოიდგინე. მან თავისი შეცდომა რომ გამოასწორა სინანულით ეს დაამტკიცა სწორედ აი ამ ჯვარზე. იქნებ და თითოეულ ადამიანსაც აქვს შესაძლებლობა ეს გამოასწოროს. როგორ შევწყვიტოთ ერთი და იგივე ცოდვის ჩადენა და როგორ ვიპოვო ღმერთი? რა არის იცი, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. აი მაგალითად სპორტსმენი ხარ. აი მოჭიდავე ხარ. და შენი მოწინააღმდეგე ერთი და იგივე ილეთით გაქცევს. სახში რომ მიდიხარ, ხო უნდა დაფიქრდე. ეს ერთი და იგივე ილეთით რომ ამარცხებს. ამის საწინააღმდეგო რა მოვიფიქრო ახლა? თუ უნდა გავიდე ისევ ტატამზე და ისევ წამოვეკიდო და დამაწყვიტოს ის. უნდა დაფიქრდე, ის ცოდვა დავშვა დღეს ჩავიდინე, ხვალაც ჩავიდინე ზეგად. ხო უნდა დავფიქრდე რომ რაღაცას შევცვალო. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცოდვის წინა პირობებს მოერიდოს კაცი. წინა პირობებში რას გულისხმობ? მაგალითისთვის ვამბობ. დავუშვათ დღეს გავედით უბანში, ბავშვები ვართ და ვიღაცაზე ვილაპარაკეთ ცუდი რაღაცეები. აი დავუშვათ აი ეს 4 გოგონა გავიდა, თქვენ ჯვარი გწერიათ, მაგრამ ხო ხდება ხოლმე. დავუშვათ უბანში გავედით, დავსხელით სადღაც ცაცხვის ძირში და ვლაპარაკობთ რომელიღაცა სხვა გოგონაზე ცუდი რაღაცეები ვილაპარაკეთ. მეორე დღესაც იგივე, მესამე დღესაც. და ამ გოგონას თუ უნდა რომ ერთი და იგივე ცოდვისგან თავი შეიკავოს, უნდა დაფიქრდეს. ხო ხედავ რომ იქ რო გავდივარ და ვიზდები ცაცხვის ძირში ამ გოგონებთან. ისევ განკითხვის ცოდვაში ვარდები. და რა უნდა ქნას? აღარ უნდა გავიდეს. იქ აღარ უნდა გავიდეს. გესმით? ანუ სადაც ახლა წარმოიდგინეთ, აი მეცხვარეს რომ ცხრები ჰყავდეს მთაში წაყვანილი და აძოვებდეს. დავუშვათ ერთ დღამეს გელმა შეუჭამა, აი ტყის პირია, წარმოიდგინეთ რომ აი აქ ზემოთ არის ტყე და აქ მიყავს აძოვებს ამ ცხვარს. ცოტა თვალს მოეფარნენ ეს ცხრები, ცოტა ამასაც ჩასთვლიმან. გამოვარდა მგელი შეუჭამა. მერე მეორე დღეს, მესამე დღეს რა უნდა გააკეთოს მეცხვარი? უნდა ცოტა მოარიდოს, სხვაგან წაიყვანოს, ამ ტყიდან ცოტა მოშორებით წაიყვანოს, ხო მართალი? იმიტომ ამბობ რომ ადამიანმაც საკუთარი თავი უნდა მოარიდოს იმ ადგილს, იმ გარემოებას, სადაც ის ცოდვაში ვარდება. მაგალითისთვის, დავუშვათ ვიღაცა ლოთობს, ბევრს წამს. ეხლა ეს ადამიანი დავუშვათ გამოსწორდა, აღარ სწამს ესე, აი ცოტა გამოსწორების პირას არის. თუ ისევ რესტორანთან ჩაივლის, ხო ადვილად შეიძლება რომ ისევ სულმა წაძლიოს და შევიდეს. ხო მართალი? თუ ახლა ბიბლიოთეკასთან ჩაივლის, ეგეთი სასტური არ ექნება. რომ შეცდეს ჭყალებში და შევიდეს, იქ არავინ დაალევინებს. ესმით? ამიტომ უნდა მოერიდო იმას, რაც როგორ ვიპოვოთ ღმერთი? ჩვენ ვეცადოთ ბავშვობა, რომ კეთილსინდისიერად ვიცხოვროთ. რაც გესმის, ის აკეთო, შენი სინდისი არ მოატყუო და ღმერთს იპოვე. თუ გესმის, რომ ეხლა უნდა აპატიო, აპატიე. თუ გესმის, რომ ეხლა უნდა დაეხმარო, დაეხმარე. თუ იცოდი, რომ უნდა დახმარებოდი და დაგეზარა, ან დაგენანა, ეხლა ხო იცი, რომ ცოდვაში ჩავარდი. ის უნდა შეინანო, თავი არ უნდა გაიმართო და ღმერთს იპოვო. ანუ შენი სინდისი არ მოატყუო და ღმერთს უეჭველად იპოვო. გისწავლობთ.
აჰა, გავედით ბიჭებო ბოლოში. რამდენი ხანია რა ძღლით ამ ბავშვს? 49 წუთი. ეს ბავშვები რუისიდან არიან, ხო? აი ერთ-ერთი ჩემი ნათლულიც. აკაკი. ჩვენ გვაქვს ხოლმე ბავშვებო ფერის ცვალებასთან დაკავშირებით შეჯიბრება. თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, ერთი ბავშვები მოდი ეგ გამოვთოთ